პირველ რიგში მე ტრადიციულად მხარდაჭერას გამოვუცხადებ უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, რომლებიც არიან რეჟიმის ტყვეები და რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის, მისი ევროპული არჩევანისთვის ფაქტობრივად იხდიან ხარკს ამ რეჟიმის წინაშე. ჩვენ ისინი არ უნდა დავივიწყოთ არც ერთი წამით, ვინაიდან ისინი იბრძვიან თითოეული ჩვენთაგანისთვის. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. თქვენ თვითონვე ფაქტობრივად ამ შეკითხვას გაიცით პასუხი, რომ ჩვენ გუშინ ახალი არც არაფერი არ მოგვისმენია. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვენ ამ აზრზე, თუმცა იქვე გქონდა ინფორმაცია, რომ მათ კულისებში ასევე განიხილებოდა სხვადასხვა სუბიექტის მიერ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ლელო ფიქრობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებში ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობას და მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას აქვს ვალდებულება, რომ ის ემზადოს ნებისმიერი არჩევნებისთვის და არჩევნებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. რაც არ უნდა გაუარესებული იყოს საარჩევნო გარემო. რაც არ უნდა დიდი შავი ფულის სალარო ქონდეს ივანიშვილის რეჟიმს თუ ამა თუ იმ რეჟიმს. რაც არ უნდა სხვა ბერკეტები ქონდეს, მაგალითად იგივე შავი სამყარო. რაც არ უნდა თქვათ სხვა იქ მაგალითად გაყალბების ჩვენ მექანიზმები თავის დროზე ვამხილეთ და მე ამაში ჩართული იყო პროკურატურა, სუსი და სხვადასხვა უწყებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ აგვაქვს უფლება, რომ ამ რეჟიმს კონსტიტუციით განსაზღვრული, კიდევ ერთხელ ვამბობ, კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის არჩევნებით ესეთი კიდევ ერთი ესე ვთქვათ დაპყრობის, ხელისუფლების დაპყრობის და თვითმმართველობის დონეზე კიდევ 4 წლის ხელში ჩარდების საშუალება მიცით. ეს არის და ეს ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეცვლილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციური მექანიზმები ისეთი ქმედილი, როგორიც არის მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სხვა არ არსებობს. თუ თქვენ ახლა მკითხავთ და ოპონენტები თქვათ, მკითხავენ, რომ არის თუ არა ეს ლეგიტიმაცია, ოცნების ლეგიტიმაცია თუ ჩვენ და ლელო მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. მე უფრო სხვა შეკითხვა მაქვს. არანაირი ლეგიტიმაციას ეს არ სიტუაციაში, რასაც ემატება უკვე ისიც, რომ ლამის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი მინუს თქვენი პარტიის თავმჯდომარესაც ციხეშია და დღეს ნიკა გვარამია საქმეზეც გამოცხადდა უკვე განაჩენი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარისხვის გამო გვარამიასაც 8 თვიანი პატიმრობა შეეფარდა ისე როგორც აიკრძალა 2 წლით თავის თანამდებობის დაკავება. აი ამ ვითარებაში რისი იმედი გაქვთ? აი რა გაძლევთ საფუძველს იფიქროთ, რომ საკრებულოებშიც წამოიღებთ მანდატების მნიშვნელოვან ნაწილს და საერთოდ დიდ ქალაქებსაც წაართმევთ ქართულ ოცნებას. მაპატიეთ, მაგრამ აი რამდენად სწორად აფასებთ არა მხოლოდ თქვენი პარტიის შანსებს, არამედ მთლიანად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ლელე, ნახეთ, აქ ჩვენ როდესაც ამ კითხვას ვსვავთ და პასუხს ვეძებთ, ხო? აქ ჰაერზე არ უნდა ვისაუბროთ, ხო? არსებობს შესაბამისი კვლევები, ბოლო კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი, რომელიც ამბობს, რომ სადღაც 65 თუ 66% ექნებოდა ერთად გაერთიანებულ ოპოზიციურ სუბიექტებს იმ შემთხვევაში თუ ისინი მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას 66%-ს მიიღებდნენ, ეს არის სოციოლოგიური კვლევა, ხო? ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ ეს არის კვლევები, რომელიცაც აქვს სადღაც 1.5-2%-იანი ცდომილება. შესაბამისად, ამის შემდეგ, როდესაც კვლავ საუბარი მიდის იმაზე, რომ ბოიკოტი უნდა მოხდეს და არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ფაქტობრივად ამ შანსს ანიავებთ, მე არ მესმის ამ პოლიტიკურ სუბიექტების და კიდევ ერთხელ აქვე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი
მივლენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რომ ეს ბრძოლა გაიმართოს თვითმმართველობის არჩევნებზე მათ შორის და ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენი და ლელოს თვითმიზანი არ არის ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არ არის ჩვენთვის ესე ვთქვათ კომფორტი, ხო? ეს არის ძალიან დიდი შრომა, მოსალოდნელი, ძალიან დიდი რესურსის ხარჯვა, ძალიან დიდი დროის ხარჯვა და ფაქტობრივად ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ბრძოლაც გასამართია აუცილებლად. თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვრჩებით და თუ კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ ვრჩებით, მაშინ კონსტიტუციური ჩარჩოების მიღმა ჯერ ერთ ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას და არც არის ეს ხალხი მზად ამისთვის და მე არ ვიცი ისი იმედი აქვს ამ დანარჩენებს. აქვე ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც სამწუხაროდ რომ თუ ისინი ამ აზრზე დარჩებიან და არ მიიღებენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში ამ ბრძოლაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა ეს კომფორტს უქმნის და უპირატესობას აძლევს რეჟიმს და კითხვაზე რა ხდება 5 ოქტომბერს. ამაზე იმ 8 სუბიექტს, რომლებმაც თითქოს გუშინ სიახლე ვითხრეს, რომელიც ჩემი აზრით სიახლე იყო სიახლისთვის, ხო? უნდა რომ ვიცოდეთ, ხო, მათი პოზიცია. რო კითხოთ მათ რა ხდება 5 ოქტომბერს, ვერ გეტყვიან პასუხს ვერაფერს, ანუ კვლავ გაგიმეორებენ იმას, რომ ჩვენ ვართ ბოიკოტის, ვიქნებით ბოიკოტის რეჟიმში, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში და 5 ოქტომბერს რა მოხდება? 5 ოქტომბერს მოხდება ის ჩემი აზრით, რომ თუ ჩვენც არ მივიღებთ მონაწილეობას, ოცნება მოკიდებს ამ თავის პროქსი იმას ოცნების პარტიებს ხელს, უწილადებს მათ შესაბამის მანდატებს, საერთოდ არც გაინძრევა, არც არანაირი ძალისხმევას არ გაწევს იმდეს თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და დაურიგებს ამას ამ მანდატებს. ესე არ გააკეთა საპარლამენტო არჩევნების დროს თავს რო დაუწერა ეს ისა 53%. იგივეს გააკეთებს ლევლა ეხლა. რა პროგრამას გაძლევთ ის მანდატები, რომელიც შესაძლოა მიიღოთ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში და ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში. რამდენად წარმოგიდგენთ ბატონ ზაზა, რომ შეიძლება ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობასთან იაროთ და ისაუბროთ გზების, კანალიზაციის, წყლის და სხვა ასე ვთქვათ სოციალურ პრობლემებს. მე არ გავაკეთებდი ესეთ უტრირებას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნახეთ, ჯერ ერთი მანდატებს რაც შეეხება ჩვენ იმ თავითვე, როდესაც ვთქვით რომ ამ მივედით იმ დასკვნამდე რომ ეს ბრძოლა გასამართლია და ბრძოლის ხაზი, ფრონტის ხაზი გადის რეჟიმთან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ ვთქვით რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ნეიტრალურ კანდიდატებს. ანუ გულისხმობთ იმას, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი, პარტიული წარმომადგენელი და საერთოდ აფილიაციაში ყოფილი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ნეიტრალური ადამიანი, როგორც თბილისის დონეზე, ასევე ყველა ქალაქის დონეზე და ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე, რომელი ადამიანებიც ჩვენ ღვთისმწყალობით ჯერ კიდევ ყავს, ესენი არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და რომლებიც ფიქრობენ, რომ უძოლოდ რეჟიმს არ უნდა ჩაავარულოთ ეს თვითმმართველობის დონეზეც ხელისუფლება. და ეხლა ჩვენ იმის ილუზია არ აქვს, რომ თვითმმართველობის დონეზე რაღაც მიღწევებით და რაღაც პროცენტების მიღებით ეს ხელისუფლების საბოლოო ჩამოშლას გამოიწვევს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ დაახლოებით 1.5 მილიონი ქალაქში თუ თბილისში, სადაც 66%-იანი პროგნოზი იყო, ხო, საერთო ოპოზიციური ფრთის, თუ ჩვენ თბილისს, ბათუმს, დიდ ქალაქებს, ქუთაისს, ზუგდიდს ამ ხელისუფლებას გამოვტაცებთ და ეს იქნება ოპოზიციური მერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახლა როგორ გონიათ ეს იქნება თუ არა ამ ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი? მაშინ რატო იქნებს თავს ეს ხელისუფლება, რომ ყველაფერს აკეთებს, კანონმდებლობაც გაუარესა, ზეწოლა მიდის პოლიტიკურ სუბიექტებზე, აი რატო აქვს ზეწოლა მაშინ ჩვენზე, ანუ რა აქვს ამას ახსნა ლოგიკური, ხო? არაფერი არ აქვს სხვა და მე ვერ ხვდები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე მხარე გარდა იმისა, რომ ამ თავიანთი ბოიკოტით ხელისუფლების წისქვილზე შეიძლება წყალი დაასხას და პლუს ის რომ ფრაგმენტაცია გამოიწვიოს ორად ოპოზიციის რა მიზანს ემსახურება სხვა ვერ ბატონ ზაზა კიდევ ერთი კითხვა ზოგადად ოპოზიციურ სპექტრზე და მე უკვე თქვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარაძე მინდა გკითხოთ აი ჯამში იწვევს თუ არა თავად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების იმედგაცრუებას ოპოზიციური სპექტრისადმი ის რასაც ოპოზიციურ ველზე ვხედავთ მინიმუმ ორად გაყოფილი თქვენ ცალკე ლელო ცალკე
თქვენ და ლელო უბრალოდ ცალკე ფლანგად იქით 8 პარტია ცალკე და არის კიდევ ერთი მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომელსაც საერთოდ თავისი იდეები აქვს და ვისარგებლებს შემთხვევით და ამაზეც კითხავთ. ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელად ეროვნული ყრილობა უნდა ჩატარდეს. ბურჭულაძეს ამ ყრილობის გამართვა დინამოს სტადიონზე სურს და მეტიც თბილისის მერიას მიმართავს თავად გადაიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, რადგან ეს თანხა ოპოზიციას არ გააჩნია. მიუმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, სთხოვოს რომან ფიფიას დაგვითმონ დინამოს სტადიონი და გადაგვიხადოს თანხა. სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფული ვიხადოთო? გუშინ ჩვენს ეთერში ემა ტუხიაშვილთან გააკეთა პაატა ბურჭულაძემ ეს განცხადება. რამდენად სერიოზულია ჯამში ეს ყველაფერი? ახლა მართლა მომრავლდა შეფასებები, რომ ოპოზიციური ძალები თავად ახდენენ ოპოზიციის დისკრედიტაციას და ამ პროცესში ქართულ ოცნებას სულაც არ სჭირდება ჩარევა. მართლა ამ გზას ხომ არ დაადგა საბოლოო ჯამში ოპოზიცია? ხომ არ არის ეს გზა თვით არ ვიცი განადგურებისკენ? კი ბატონო. თვით ლიკვიდაცია. ლელა, ესე პესიმისტურად არ შეხედავდი მე ამას ყველაფერს და რაც შეეხება ამომრჩევლის ოპტიმიზმზე გავლენას, თუ როგორ იქცევა ოპოზიციური სპექტრი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენც და ლელოც პირიქით ამ ადამიანებს ენთუზიაზმისკენ უბიძგებთ, მე ესე ვფიქრობ, ის რომ შენ ყავს მოწინააღმდეგე, რომელიც შემჩნეულია კოლაბორაციაში ოკუპანტთან, შენ როდესაც ყავს მოწინააღმდეგე, რომელიც ერთ-ერთი იმეორებს სეპარატისტული ეგრეთ წოდებული პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს და მათი ეგრეთ წოდებული პარლამენტის რიტორიკა და ამ ეგრეთ წოდებული კომისიის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, როდესაც შენ ესეთი რეჟიმი ყავს და შენ ამას ყველაფერს უყურებ ისე, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიხარ, თან ისეთი ბოიკოტის რეჟიმში, როდესაც შედეგი რა იქნება, ეს არ იცი. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ეს იწევს ამ ხალხში ნიჰილისტური პაატა ბურჭულაძის იდეებზე რას ვფიქრობთ? ჩვენს პარტიაში ესეც გვეხება და ლელოს პირიქით ჩვენ ბრძოლისკენ მოუწოდებთ ამ ხალხს ჩვენთან ერთად და გაერთიანებისკენ, ხო? რაც შეეხება ბატონ პაატას, მე ბატონ პაატას როგორც ესე ვთქვათ გამოჩენილ თავის სფეროში ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც განსხვავებით ოცნებისგან და განსხვავებით არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ მოქმედ კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, ჩვენ ვრჩევით კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ნებისმიერი ესეთი ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული და არ არის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, ჩვენ ამ იდეებს ვერ შევერთებით და ვერ იქნებით ესე ვთქვათ ამასთან დადებითად განწყობილი. ბატონ ზაზა, რაც შეეხება გიორგი გახარიას და გადავიდეთ უშუალოდ თქვენი პარტიის თავმჯდომარეზე, საგამოძიებო კომისიამ გუშინ უყარა კენჭი თქვენს შეთავაზებას გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდეს დისტანციურ რეჟიმში და ხმათა უმრავლესობით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ოღონდ ერთი დათქმით გახარიამ ხვალ 2 ივლის თავად უზრუნველყოს, ასე ვთქვათ, ჩართვისთვის ნორმალური პირობები და მეორე ხაზზე უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე თავმჯდომარე თეა წულუკიანი არ იტყვის, რომ გიორგი გახარიას ახსნა განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია. მზად ხართ თუ არა, მოკლედ ამ დათქმების მისაღებად და მეორე მხრივ მზად ხართ თუ არა მოისმინოთ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის თუ განთავსების საკითხზე კითხვები, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას. ლელა, თქვენ თვითონაც და ხვდებით ახლა ამას და ძალიან კარგად იცით და საზოგადოების უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ეგრეთ წოდებული კომისია და მისი წევრები არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები, მათ არ აქვს თავიანთი დამოუკიდებელი აზრი, ისინი იმართებიან ერთი ცენტრიდან, მათ ყავთ ერთი დირიჟორი და რასაც ის ჩაძახებთ, ისე იქცევიან. ამის ნათელი მაგალითი იყო გუშინაც მაგალითად, რომ გუშინ დილამდე ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი ჩართვა არ მოხდებოდა გიორგი გახარიასი, მაგრამ შემდეგ ეთყობა ოპოზიციამ დაიჟინა. შემდეგ ეთყობა კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა. რა თქმა უნდა, ხუმრობით დარეკა დიფსტეიტმა და შესაბამისად ეს ყველა ეს თოგის თოჯინა
180 გრადუსით შემოტრიალდა და პირიქით დაიწყო გიორგი გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით ამ ეგრეთ წოდებული კომისიაზე საუბარი. ეხლა სერიოზულად. ისინი ისა უკაცრავად ლელა გახდნენ იძულებულები რომ გიორგი გახარიას ჩართვა მომხდარიყო ამ კომისიაზე. ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ მათ კონსტიტუცია და სამართალი არ აინტერესებთ და უბრალოდ ვერ ასრულებენ ამას, იმიტომ რომ ფაქტობრივად გაუქმებულია კონსტიტუცია მათი განმოსახედიდან ლოგიკას ვერ გაიქცენ ვერსად და შესაბამისად ვერ გაიქცენ ასევე ჯერ კიდევ შემორჩენილი მათ ამორჩევლებს. მათზე ვერ გაყიდეს ის რომ მაგალითად თუ შეიძლებოდა პირობითად დავით ბაქრაძის ჩართვა ამ კომისიაზე და სხვა გამოსაკითხი პირების ონლაინ რეჟიმში რატო არ შეიძლებოდა მაგალითად გიორგი გახარიას ჩართვა, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რომ თავის დროზე, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მათ ეშინოდათ გახარიას სიმართლეს, მაგრამ უკვე შემდეგ იძულებული გახდნენ, როგორც მოგახსენეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ. ეხლა რაც შეეხება ტექნიკური გამართვის რაღაც თითქოს რაღაც დავალდებულებას გიორგი გახარიაზე, რომ მიკროფონი არ გათიშოს რაღაც მომენტში, ხო? მე პირიქით ვიტყოდი. ვიხსენებ რა გიორგი გახარიას 6 საათიან ესე ვთქვათ ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მისვლას მე პირიქით გონია რომ მათ არ მოუწიოთ მიკროფონის გათიშვა რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ისინი ხო რამე ისეთის თქმას ხომ არ აპირებს ბატონ გახარია. ფაქტობრივად ტყუილზე აგებული დღის წესრიგით მოქმედებენ და ტყუილთან მოგეხსენებათ რომ სიმართლე ძლიერია. ასე რომ გიორგი გახარია რომელიც ჩაერთვება ორივლის ამ ეგრეთ წოდებულ კომისიას სიტყვის გახარიასგან ისეთ განცხადებებს ჩორჩანას საკითხზე რომელიც აქამდე არ მოგვისმენია. ანუ არის რამე საიდუმლო ამ თემასთან მიმართებაში, რაზეც ყოფილ პრემიერს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს დღემდე არ ულაპარაკია. ის რომ გიორგი გახარიამ 2019 წელს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინაციაში განახორციელა უპრეცედენტო ქმედება ქართული სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის და მიწა-წყლის შენარჩუნების ეს არის ფაქტი. ამას გნებავთ 2 ივლისს იქნება ეს ხაზგასასმელი თუ იმის შემდეგ თუ მანამდე როგორც იყო, რა თქმა უნდა ეს არ შეიცვლება, იმიტომ რომ ეს როგორც იყო მოცემულობა ესია. რაც შეეხება იმას, რომ როგორც ჩვენ უკვე ხაზი გაუსვით სეპარატისტების ეგრეთ წოდებული პროკურატურას გიორგის გახარიას წინააღმდეგ გააქვს პარალელებს რაც შეეხება აქვს დაწყებული ეგრეთ წოდებული სისხლის სამართლებრივი საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩორჩანას ეპიზოდზე, ასევე მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს აქვთ ესეთი ქმედებები გახორციელებული, როგორცაც აკეთებს ეს ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისია, წულუკიანის კომისია, ასე რომ ამ პარალელებს ჩვენ როდესაც ხედავთ და როდესაც ვიცით რეალურად სიმართლე რა იყო და ამას ერთმანეთს უპირისპირებთ, რა თქმა უნდა ამას ისაუბრებს კიდევ ერთხელ გიორგი გახარია და ამას გაუსვავს ხაზს და ახლა ამ ფონზე მე საზოგადოებამ შეაჯამოს და შეაფასოს სად არის სიმართლე. ბატონზე კიდევ ერთი კითხვა გიორგი გახარიაზე და მე კიდევ ერთი კითხვა მექნება სხვა თემასთან მიმართებაში. გიორგი გახარია უკვე რამდენიმე კვირაა საზღვარგარეთ იმყოფება, რამდენადაც მედიამ ვიცით, დღეს ის არის გერმანიაში, ყოველ შემთხვევაში პარტიის პრესამსახურმა გუშინ გერმანიის იუსტიციის მინისტრთან გახარიას შეხვედრის შესახებ გაავრცელა პრეს-რელიზი. ახლა თქვენ იცით რა შეფასებები ახლავს გახარიას მიერ საქართველოს დატოვებას, ბევრი ფიქრობს რომ ეს არის გაქცევა. მოგლეთ, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ეს შეფასება, ეს მინდა გითხოთ. შეიძლება გახარიას ქვეყნიდან გასვლას დავარქვათ გაქცევა? ლელა, ნახეთ, ჩემთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც როგორც ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის ნარატივები და შეფასებები და ავის რახვები გიორგი გახარიასთან და მის დაკავება, შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ჩემ და სამწუხაროდ. რაც შეეხება იმას, დანარჩენი საზოგადოება რას ფიქრობს და უმრავლესობა რას ფიქრობს,
აქვე ასევე ჩვენ არ უნდა გავუსწროთ და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მიუხედავად იმისა, ნუ ახ თუ არ ჩავთვით ამ ტენდენციურ და მიკენძოებულ სპექტრს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც გიორგი გახარიას ოპონენტია, გამოირჩეოდა კრიტიკით მის მიმართ და ხარდამჭერებიც ასევე და ერთი და იგივე რჩევას აძლევდნენ გიორგი გახარიას და ესეთი ემპათია ჰქონდათ, რომ ახლა ერთია, როდესაც რაღაც ერთწლიან მუხლზე არის საუბარი, რომ მაგალითად როგორც მოიქცა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართ ხელისუფლება ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე არ გამოცხადების გამო ისინი ციხეში გაუშვა და პოლიტპატიმრობად აქცია და მეორეა, როდესაც 15 წლიან პატიმრობას გედავებიან და ისინი ურჩევენ გიორგი გახარიას, როგორც ოპონენტები, ასევე მომხრეები, რომ იქნება არ ჩამოვიდეს, თავი შეიკავოს. რასაპირებს მართლაც ეს გიორგი გახარიას გადასაწყვეტია ინდივიდუალურად, იმიტომ რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის ასე ვთქვათ, პრინციპი სამართლებრივად რო ვთქვათ, ამას მოიაზრებს, მაგრამ გარდა ამისა არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებსაც გიორგი გახარია აუცილებლად აწონის, დაწონის და ისე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ამ გაქცევას და ეგეთ რაღაცებზე საუბრობს, ის მინიმუმ არის უპასუხისმგებლო, მიკერძოებული და ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება და ეს მათ არანაირ დივიდენდს არ მოუტანს, იმიტომ რომ საზოგადოების უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, როგორ არის გიორგი გახარია დენილი პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც მან დაანონსა არჩევნებამდე 4 დღით ადრე, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებიებდა გიორგი გახარიას, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურად, რა თქმა უნდა, უკანონოდ და შეუკერავდა მათ სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ახლა ჩვენ ხედავ და ვადენებთ. ბადოზაზა, ბოლოს კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ განსხვავებულ საკითხზე. თქვენ ყოფილი მოსამართლე ხართ და არა მხოლოდ ესე ვთქვათ რიგითი მოსამართლე იყავით, საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობდით, ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ახალ რეგულაციაზეც, რომელიც სასამართლოში ამოქმედ და აიკრძალა ფოტო და ვიდეო გადაღება, ასევე მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ არც აუდიო ჩაწერის განხორციელების შესაძლებლობა, ანუ ჟურნალისტები ფიზიკურად ესწრებიან სასამართლოს ხდომებს, იმყოფებიან სასამართლო დარბაზში, თუმცა მათ ჩამწერი და ასე ვთქვათ გადამღები ტექნიკური საშუალებების გამოყენება არ შეუძლიათ, რის გამოც შესაბამისად გართულებულია გუშინ უკვე ვიცი საქმეების გაშუქება გაჭირდა, საკმაოდ გვიან გამოგვაქვს ასე ვთქვათ ინფორმაციები ხდომების მიმდინარეობის შესახებ, ანუ ეს ვეღარ ხდება ოპერატიულ რეჟიმში. მოკლედ, რატომ არის ხელისუფლება თქვენი აზრით დაინტერესებული, რომ საქმეების განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქება შეზღუდოს და აქვე ხა თვითონ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული რეგულაცია, რომლის დანერგვაც ხდება საქართველოში. აი მაინდა-მაინც დღეს რატომ გაჩნდა ვთქვათ, რატომ დაინახა ქართულმა ოცნებამ საჭიროება, რომ გადმოეტანა ქართულ სინამდვილეში ამერიკული მოდელი. ლელა, კიდევ ერთი პარალელის გავლა შეიძლება ყოფილ ხელისუფლებასა და ამ რეჟიმს შორის. მე ვიხსენებ, რომ ზუსტად წინა ხელისუფლების ბოლო ჟამს მოხდა ანალოგიური, შეიძლება რაღაც ერთი სიტყვით ან წინადადებთან განსხვავდებოდეს, მაგრამ არსი და ლეგიტიმური მიზანი რა თქმა უნდა, ხელოვნურად ლეგიტიმური მიზანი, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ ხელისუფლების დროს არის ერთ-ერთი. ეს არის იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე შავი ფარდის ჩამოფარება, რაც მათ არ აწყობს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩინჩალაძე მურუსიძის კორუფციულ სინდიკატს უკვეთავს ამა თუ იმ პოლიტიკურ საქმეებს, და როდესაც ხალხმა, რა თქმა უნდა, სამართლიანად გაართვა მათ ამ ეგრეთ წოდებულ ზონდერ მოსამართლეებს უკვეთავს ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებას, ეს არ უნდა რომ პირდაპირ ეთერში ამას უყურებდეს საზოგადოება. ის საზოგადოება თუნდაც, რომელიც საზოგადოებაც ჯერ კიდევ სამწუხაროდ მათი მხარდამჭერია. იმათაც ვერ იყიდება, როგორც გიორგი გახარიას მაგალითზე, ანუ ონლაინ ჩართვა არ ჩართვის ნაწილს ვერ ყიდდნენ მათ ამორჩეველზე, ისე ვერ ყიდიან იმ შეთითქმული ბრალდებებით ამ 70-მდე პოლიტპატიმარის ჭყალებში გასამართლებას და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამ სამარცხვინო პროცესებს. ამიტომაც არის რომ ეს შავი ფარდა ამ ცვლილებებით ჩამოაფარეს სასამართლო ხელისუფლებასაც და უნდათ რომ მათმა ამორჩეველმაც არ ნახოს ეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
ეს არის ბოლო ჟამის ხელისუფლებების ბოლო ჟამის დამახასიათებელი ნიშნები და ეს ისტორიამ გამოცადა და ეს ყველა ბოლო ეგრეთ წოდებული დრაკონული ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც ოცნების რეჟიმმა განახორციელა, ეს აუცილებლად იქნება გადახედილი შესაბამისი დამოუკიდებელი მოსამართლეების და სასამართლოს მიერ თავის დროზე. ამაში გარწმუნებთ.